ლარის გაუფასურების ფონზე ცნობილი ხდება, რომ ქამრების შემოჭერის ნაცვლად თბილისის საკრებულოში საახალწლო პრემიები გაიცა. რა დამსახურებით აიღეს დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა 9 მილიონ ლარზე მეტი პრემია. ნიკა მუკბანიანი კი ამბობთ. Ხოლო დანამატი და პრემია ერთად 567,000 ლარს, ხოლო პრემიის სახით მხოლოდ დეკემბრის თვეში 415,000 ლარი მიიღეს საკრებულოს დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და შტატ-ბერში მოსამსახურეებმა. არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი იმ თანხებზე საუბრობს, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირებმა, აპარატის შტატით გათვალისწინებულმა და შტატ-გარეშე მომსახურე თანამშრომლებმა დეკემბრის თვეში პრემიის და დანამატის სახით აიღეს და რომელიც ჯამში 9 მილიონ ლარს აჭარბებს. საკრებულოს დეპუტატებზე საინტერესო აქ არის აპარატი, რომელმაც მიიღო კოლოსალური პრემია 366,000 ლარი. მათი ყოველთვიური სარგო ჯამში არის 251,000 ლარი, რომელიც ასევე მათვე საჯარო ინფორმაციით გინდება. ანუ ფაქტობრივად 130% მხოლოდ პრემია მიიღეს. ლევან ხაბეიშვილი მთავრობას ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ახსენებს და აცხადებს, რომ ქალაქში არსებული პრობლემების გათვალისწინებით ამ რაოდენობის პრემიების და სახელმწიფო დანამატების გაცემა მიუღებელია. მაშინ, როდესაც ეკონომიკურთან ერთად ფაქტობრივად ინფრასტრუქტურული კოლაფსი დგას დედაქალაქში, მაშინ, როდესაც ქამრების შემოჭერის დეკლარირებული პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, იმ ფონზე, როცა ახალწელს რამდენიმე ადამიანი სიცივის და შიმშილობის გამო გარდაიცვალა, უხერხულია საუბრობდეთ 9 მილიონ პრემია და დანამატზე. საკრებულოს სხვადასხვა კომისიის თავმჯდომარეებმა, მათ შორის სამუშია მალაღურაძემ, გულიკო ზუმბაძემ და სხვებმა დეკემბრის თვეში სარგოს გარდა სახელმწიფო დანამატის სახით 37,971 ლარი აიღეს. საკრებულოს წევრები თემაზე კომენტარს თავს არიდებენ. უმრავლესობის წევრი გულიკო ზუმბაძე კი აცხადებს, რომ პრემიებს თანამდებობის პირები არ იღებენ. საკრებულოს არც ერთი წევრი, არც ერთი თანამდებობის პირი საკრებულოსი არ ღებულობს საკრებულოს წევრებზე მაქვს ლაპარაკი. პრემიებს ეს არის გამოხატული ჩვენი ნება, არ გაიცემა პრემიები არც ერთი თანამდებობის პირებზე. რა შეეხება აპარატის თანამშრომლებთან დაკავშირებით, არის კვარტალური პრემიები, წლიური პრემიები, ამას აწყვეტავს აპარატის უფროსი. საკრებულოს ოპოზიციის წევრი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ თავად სახელმწიფო დანამატს არ იღებს. იგი მიიჩნევს, რომ საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები მინიმალურ ხელფასს უნდა იღებდნენ. დეპუტატი უნდა იღებდეს მინიმალურ იმდენ ხელფასს, რაც მისთვის უშუალოდ გადაადგილებისთვის და მისი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებისთვის არის საჭირო და მე შემიძლია გითხრათ, რომ მე არ ვიღებ პრემიას, არც ვაპირებ და საერთოდ ეს თემა ჩემთვის არის ამოწურული, დახურული და შემიძლია რომ თქვენი ტელევიზიის მეშვეობით პირნათლად შევხედოთ ჩემ ამორჩევას. თანამდებობის პირებისგან განსხვავებით აპარატის თანამშრომლებმა დანამატის გარდა პრემიებიც აიღეს, რომელიც მხოლოდ დეკემბრის თვეში ჯამში დაახლოებით 530,000 ლარს შეადგენს. აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე დანამატებისა და პრემიების გაცემას ადასტურებს და აცხადებს, რომ პრემიები თანამშრომლებმა შესრულებული სამუშაოს მიხედვით კანონიერად აიღეს. მაგას დოკუმენტი გასაგებია. თანამდებობის სარგო 63,000 და მაგის გარდა დანამატი 37,000. გასაგებია. აღნიშნული კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის წლებში, სადღესასწაულო დასვენების დღეებში, ესე ვთქვათ, მუშაობას და გაწეულ ენერგიას. დანამატის სახით 37,000 ლარი აღებული აქვს. ხო, რა თქმა უნდა, რაც მიიღეთ, ესე ვთქვათ, საჯარო ინფორმაცია, იქ ყველაფერი წერია ძალიან კარგად. საკმაოდ დიდი რაოდენობის არის თანხა ჯამში გამოდის 9 მილიონ ლარზე. გასაგებია, მაგრამ აპარატში საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს და რადგან აპარატში ამდენი ადამიანია დასაქმებული, მე მგონი ესეც დადებითია თბილისისთვის. ყველა თანამშრომელმა აიღო ხელფასიც და საახალწლო პრემიაც. ესე იგი, სახელმწიფო დანამატები და პრემიები ყველაფერი კანონიერად არის გაცემული. ყველაფერი კანონიერად. რა დამსახურებისთვის აიღეს სახელმწიფო დანამატები და პრემიები საკრებულოს თანამდებობის პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა და რა პრინციპით მოხდა მათი შერჩევა. ტევ-პიროვმა დღეს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. თავად საკრებულოს თავმჯდომარე კი მივლინებით ამერიკაში იმყოფება.